ეხლა რაც შეეხება მოვლენას დათა თავაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს, სადაც იესო ქრისტეს მიაყენეს შეურაცხყოფა. იმ სიტყვებს ვერც კი გაიმეორებ. რასაც იმ ტიტრებს თვალი მოვკარი, ცდილობ რომ ის სიტყვების დავივიწყო. იმდენად ამაზრზენია გონებაში, რომ ადამიანს ახსოვდეს სიტყვა, რომელიც ამ თეატრში გააჟღერეს. საშინელი ბინძური გინება უფლისა და საშინელი გმობა. რომელ გონებაში მოიხარშა ესეთი მსგავსი სატანური წარმოდგენა. როგორ შეიძლება საერთოდ ადამიანს გაუჩნდეს აზრად, რომ ეს ითამაშოს. თქვათ რეჟისორმა შემოგთავაზა, მაგრამ შენ მსახიობო როგორ გაბედე საერთოდ ამის თამაში და იმ საშინელი სიტყვების წარმოთქმა. თუ არ გეშინია ღმერთის, თუ საერთოდ შენთვის არაფერი არ არსებობს სათნო, კარგი, არაფერი არ უსწავლებლიათ შენთვის. თუ ესე გაგანადგურა აი ამ მსახიობობამ, თეატრმა, თუ ყველაფრის უფლება გაქვს, რადგანაც მსახიობი ხარ. მამა რაფაელის, არქიმანდრიტი რაფაელის სიტყვა მინდა თეატრის შესახებ წაგიკითხოთ. კაცობრიობის დემონიზაციის კიდევ ერთ საშუალებად მისი ისტორიის ყველა პერიოდში წარმოსდგება თეატრი. თეატრი ეს არის ვნებათა შენადედი, სულიერი სიცრუის ასპარეზი, რომელიც მაყურებლებს მიიტაცებს, მიიკრობს როგორც წებოვანი მცენარე წერებს, რომლებიც ნექტარის ძიებაში მის კაშკაშა მოელვარე სიკვდილის მატარებელ ყვავილებს ეტანებიან. თეატრში შეკრებილია ყოველივე უარყოფითი, რაც კი არსებობს ხელოვნების თითოეულ სახეობაში. ფერწერაში, მუსიკასა და ლიტერატურაში ვნებების მატარებელია სურათი, ბგერათა გამა, სიტყვა, ანუ გაშუალებული სიმბოლო, ხოლო თეატრში თავად ადამიანი, რომელიც მაყურებელთა დარბაზში თავისი ცოდვიანი გრძნობებისა და განცდების ტალღებს აგზავნის. მსახიობის თვითხელოვნება არის სხვა, უცხო ცხოვრებაში ჩართვისა და მისი საკუთარ ცხოვრებად ქცევის ხელოვნება. არაარსებულ სახეში შესვლისა და მისი საკუთარ თავთან გაიგივების, ნიღბის გაკეთებისა და მისით საკუთარი სახით შენაცვლების ხელოვნება. მსახიობი იგივე პროთეოსია, რომელიც გამუდმებით იცვლის თავის სახეს. ამიტომაც მსახიობის ხელოვნება არის საკუთარ თავში პიროვნების მოკვლის ხელოვნება. ქამელეონის მსგავსად ფერის შეცვლის ხელოვნება, ფორმის შეცვლის ხელოვნება, იმ წყლის მსგავსად, რომელსაც სხვადასხვა ჭურჭელში ასხამენ. სცენაზე შეუძლებელია სულიერი მდგომარეობის გადმოცემა, რადგან ჭეშმარიტებას არ თამაშობენ. სცენა ვნებათა კონცენტრირებული ასპარეზია. რაც უფრო ინტენსიურად და მკაფიოდ არის გამოხატული ვნება, მით უფრო ღრმად აღწევს იგი მაყურებელთა გულამდე, მით უფრო ძალუმად ჩართავს მათ ფანტაზიისა და ირეალურობის სამყაროში. სცენაზე მსახიობი ყველა არსებული ადამიანური ვნებით ცხოვრობს. მასში ეს ვნებები ისეთი ძალით ვლინდება, რომ მაყურებელთა დარბაზი ხშირად ლამის ფიზიკურად განიცდის მათ სუნთქვას. მსახიობი მოგვის მსგავსად თავისი ქვეცნობიერიდან იწვევს ვნებებს, როგორც შემლოცავი დემონს რომ ეუბნება, მოდი და იგიც მოდის, წადი და იგიც ქრება. წმინდა მამები წერდნენ, რომ
დემონები ადამიანთა ვნებებით საზრდოობენ, როგორც ვამპირების სისხლითო. ამიტომ თეატრს თავისი ოკულტური ასპექტი, თავისი ოკულტური ველი აქვს. ნიშანდობლივია, რომ ძველი ეკლესიის წესების მიხედვით, კანონებით, ნათლის ღებაზე არ დაიშვებოდნენ კერპების დამამზადებელნი, მეძავნი და მსახიობები. ხოლო თუ კი ვინმე ნათლობის შემდეგ შეუდგებოდა ამ ხელობებს ბრჭყალებში, ისინი განეყენებოდნენ ზიარებისა და ლოცვითი ერთობისაგან. არსებობს ასეთი საეკლესიო კანონი: მომავალმა მღვდელმა ცოლად არ უნდა მოიყვანოს მსახიობი ქალი და თუნდაც იგი ქალწული იყოს, რადგან შინაგანი სიწმინდისა და უზაკველობის შენარჩუნება კლეოპატრასა და თუ მესალინას როლების შესრულებისას შეუძლებელია. თუ კი თანამედროვე ლიბერალები თეატრს ხელოვნების ტაძარს უწოდებენ, იბადება კითხვა: ბაიადერების ქვეშ ვიღას გულისხმობენ ისინი? წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: როდესაც გაიგონებ, რომ ვიღაც სამჟავროზე ან მოედანზე გმობის სიტყვებს ამბობს, ანუ ღმერთ შეურაცხყოფს, მიდი და შეაგონე მას. და თუ კი საჭირო გახდა, რომ დაარტყა მას, დაარტყი. დაარტყი პირდაპირ სახეში. პირი მიუმტრიე. ამ დარტყმით განწმინდა შენი ხელი. და თუ კი ბრალს დაგდებს და სასამართლოში წაგიყვანს, წაყევი. და თუ კი მოსამართლე პასუხს მოითხოვს შენგან, თქვი, რომ მან დაგმო ანგელოზების მეუფე. და თუ კი მიწიერი მეფის მგმობარის დასჯა გამართლებულია, მაშ მით უმეტეს გამართლებულია იმ მეფის შეურაცხყოფელის დასჯა. ორივე ერთი სახის დანაშაულია. ბრალმდებლობა შეუძლია ნებისმიერს, ვისაც კი სურს, და იცოდნენ ელინებმა, რომ ქრისტიანები არიან ქალაქის დამცველები, ფარველები, მმართველები და მასწავლებლები. და იგივე უნდა გაიგონ და იცოდნენ გარყვნილებმა და ავაზაკებმა, რომ სწორედ მათ უნდა ეშინოდეთ ღვთის მონებისა, რათა ზოგჯერ ძალიანაც რომ უნდოდეთ თქვან რამე ამდაგვარი, შიშით მიმოიხედონ და თვით აჩრდილის კი აშინებდნენ, ფრთხილობდნენ ქრისტიანმა არ გაიგონოს, თავს არ დაესხას და სცემოს. გაგიგონია რა ქნა იოანემ, ანუ ნათლისმცემელმა, მან დაინახა ტირანი, რომელმაც დაარღვია ქორწინების კანონი და თამამად შუა მოედანზე თქვა: არა ჯერ არს, შენ და ვითარმცა ცოლად გესვა ძმის ცოლი შენი. ანუ არ უნდა მოგეყვანა ცოლად შენი ძმის ცოლი. მე კი ტირანთან კი არ მიმიყვანი ხარ, არც სასამართლოზე, არც რჯულის გარდამავალი ქორწინების სამხილებლად, არც შენივე მსგავსი მონის შეურაცხყოფელის საპირისპიროდ, არამედ შენი თანასწორის გამოსასწორებლად, მეუფის არაერთი შეურაცხყოფის გამო. განამართალი არ ვარ, შენ ჭკუიდან გადასულად ჩამთვლიდი, რომ მეთქვა კანონის წინააღმდეგ მოქმედი მეფეები და მოსამართლეები დასაჯემეთქი. და მაინც იოანემ სწორედ ეს მოიმოქმედა. შესაბამისად ამის გაკეთება ჩვენს ძალებს არ აღემატება. ახლა კი შეეცადე, რომ შენივე მსგავსი მონა მაინც გამოასწორო, შენი თანასწორი მაინც, და ასე დროს სიკვდილიც რომ დაგჭირდეს, მაინც არ დაყომდე ძმის გამოსწორებისას. სწორედ ეს იქნება შენთვის მოწამეობა. და ხომ იყო მოწამე იოანე, მისთვის არც წარმართული მსხვერპლშეწირვა უბრძანებიათ და არც კერპის წინაშე ქედის მოდრეკა, არამედ დადო თავი წმინდა რჯულისთვის, როდესაც იგი იგმობოდა. ასევე შენს სიკვდილამდე ჭეშმარიტებისთვის იბრძოლე და უფალი იბრძოლებს შენთვის.
და ნუ მეუბნები ასეთ და ამგვარ განუზჯელ სიტყვებს. მე რა მანაღლებს, მე მასთან არაფერი მაქვს საერთო. ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს მხოლოდ ეშმაკთან. ადამიანებთან კი ყველა მათგანთან ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო. მათ სწორედ ისეთივე ბუნება აქვთ, როგორიც ჩვენ. იმავე მიწაზე ცხოვრობენ, სადაც ჩვენ. იმავე საკვებით იკვებებიან, რითაც ჩვენ. იგივე მეუფე ყავთ, რომელიც ჩვენ. იგივე რჯული მიიღეს, რომელიც ჩვენ. იმავე სიკეთისთვის არიან მოხმობილები, რომლისთვისაც ჩვენ. ამიტომ ნუ ვიტყვით, რომ მათთან არაფერი გვაქვს საერთო, რადგანაც ეს სატანური ხმა, ეშმაკეული უადამიანობაა. ამდაგვარი არასოდეს არაფერი ვთქვათ, არამედ ჩვენ ძმებს მზურნველობა დავანახოთ. რომ დავინახავთ წაქცეულ სახედარს, ყველანი მივდივართ. დახმარებისთვის ხელს გამოვიღებთ და დაცემულ პირუტყს ფეხზე ვაყენებთ. ამავე დროს კი დაცემულ და დაღუპის პირას მყოფ ძმებზე არ ვზრუნავთ. ღვთისმგმობარი იგივე სახედარია, რომელმაც მრისხანების ტვირთი ვერ ზიდა და დაეცა. მივიდეთ და წამოვაყენოთ იგი სიტყვითაც და საქმითაც, სიმშვიდითაც და ძალითაც. დაემრავალფეროვანი წამლობა მოვიხმაროთ და თუ კი ჩვენ სწორედ ამგვარად გავმართავთ ჩვენ საქმეებს, თუ კი ჩვენ ვეძიებთ მოყვასის ცხონებასა და გადარჩენას, მალე სასურველი და საყვარელი გავხდებით მათვისაც, ვინც მიიღებს ჩვენგან გამოსწორებას. და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, დავტკბებით მომავალი სიკეთითაც, რომელსაც და ვეწიოთ ჩვენ ყველანი, მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა მამისა და სული საწმინდისა თანაშვენის დიდება, სუფევა და პატივი, ას და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, თუ არ შეინანებენ, განკვეთილები იქნებიან ეკლესიიდან. რას ნიშნავს განკვეთა? მღვდელმოქმედება მათზე არ აღესრულება. ანუ არც ჯვრის წერა. როგორ დაიცვლებიან, არც სანთლის დანთება, არც პანაშვიდის გადახდა, არც წესის აგება, არც წირვა-ლოცვაში მოხსენიება. არაფერი არ შეიძლება მათთვის. ამიტომ მათ აქვთ მიცემული დრო სინანულისთვის. თუმცა ძალიან მეეჭვება, რომ შეინანონ. მაგრამ მაინც ვიმედოვნებთ, რომ შეინანონ. საჯაროდ მოიხადონ ბოდიში და ცრემლები ღვარონ მთელი ცხოვრება და ღმერთს შეურდნენ და თხოვონ პატიება ამ ძალიან დიდი ცოდვისათვის და მიატოვონ თავიანთი სატანური თამაში. წარმოიდგინეთ, ადამიანი ხარ. ნუ თუ ერთი ნათელი წერტილი არ გაგაჩნია. შემოქმედს უპირისპირდები, ეშმაკის მოკავშირე ხდები. ეშმაკი არის სრულყოფილი ბოროტება. იგი ებრძვის ღმერთს. მას არ შეუძლია სინანულის გამოხატულება. მან თავისი არჩევანი გააკეთა, რომ ებრძოლოს ღმერთს და იგი ებრძვის გამუდმებულად ღმერთს. მაგრამ ვერ გაიმარჯვებს ვერასდროს და ეს ძალიან კარგად იცის, იმიტომ რომ უძლურია. ქმნილება შემოქმედის წინაშე ყოველთვის უძლურია. ამიტომ მან მიმართა თავისი ისრები ღვთის ქმნილების მიმართ, ადამიანის მიმართ და ასე ებრძვის ღმერთს, რომ დააღუპოს ადამიანი, მიიმხროს თავისკენ, დააგმობინოს ღმერთი, ღმერთი აძაგოს ადამიანმა, აგინოს და ამითი გარკვეულ სიამოვნებას ღებულობს. მაგრამ საცოდაო ადამიანო, ვის მხარეზე დგები? სატანის მხარეზე დგები. ანუ ნუ თუ ბედნიერება არ გაინტერესებს, ნუ თუ სიყვარული არ გაინტერესებს, ნუ თუ
სიხარული არ გაინტერესებს. თუ შენი ემოცია, შენი გრძნობები სრულად არის სატანიზირებული. თუ არაფერი კარგი არ გაგაჩნია, თუ ან მეგობარი არ ყავს, ან არავინ არ გიყვარს, ან ნათესავია, ან დედა არ გიყვარს, ან შვილი არ გიყვარს. თუ რაღაც სიყვარულის გზნობა გაგაჩნია, რა მოგცა ამისი უფლება, რომ შემოქმედს ესე დაუპირისპირდე და ესე აგინო და აძაგო. ყოველ შემთხვევაში საცოდავია ესეთი ადამიანი და სიბრალულის ღირსია, რადგანაც არ იცის რა ელის ჯურღმულში, როგორი სატანჯველი, გენია, დაუძინებელი ცეცხლი, რომელიც არ ქრება. აი ეს არის მოსალოდნელი. ამაზე მაინც დაფიქრდი. შეინანე, გამოსწორდი, ახსარება თქვი და ღმერთი გაპატიებს აუცილებლად. იუდასაც აპატიებდა თავის გამცემლობას, მას რომ შეენანებინა. პეტრე მოციქულს აპატია უარყოფა. ამათაც აპატიებთ, თუ შეინანებენ. თუ არ შეინანებენ, განკვეთილები იქნებიან ეკლესიიდან. ამიტომ მსგავსი რამ დაუშვებელია და თითოეულმა ქრისტიანმა, რა თქმა უნდა გამოხატოს პროტესტი ამასთან დაკავშირებით. არ შეიძლება მსგავსი რამის გატარება. ღვთის წინაშე რო წავდგებით, რა პასუხი უნდა გავცეთ ღმერთს? რომ მკითხოს, როდესაც მე მაგინებდნენ, შენ სად იყავი? რატომ არ გამოხატე პროტესტი ამასთან დაკავშირებით? რატომ გაატარე? რა პასუხი უნდა გავცეთ ჩვენ? პასუხს ვერ გავცემთ. ამიტომ ჩვენ დონეზე, სადაც ხელი მიგვიწვდება და რისი გაკეთება შეგვიძლია, ის უნდა გავაკეთოთ. გაკეთებაში გულისხმობ იმას, რომ ჩვენი სიმკაცრე უნდა დაინახონ იმ ადამიანებმა აღშფოთება საზოგადოების და აღარ უნდა გაბედონ არასდროს მსგავსი რამის თამაში და გაკეთება. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ.